გამარჯობა, ეს საყუთი გაქვს? ჩემი მეგობრის გლორიას საჩუქარია. გლორია, მეგონა ერთმანეთი გძულდათ. ანდრე ასე იყო. ახლა ჩვენ მეგობრები ვართ. მაგარია და რა გაჩუქა მან? მოდი ვნახოთ. მოაშორე იგი ჩემგან. რა დაგემართა? ეს უბრალოდ თოჯინაა. მეზიზღება თოჯინები. ბავშვობიდან მეშინოდა მათი. გლორია მიცის ამის შესახებ? იცის. მან ეს გამიზულად გააკეთა. არა მგონია მეგობრები ამას აკეთებდნენ. როგორც ჩანს, მას შენი გაპრენკვა უნდოდა. კარგი, ახლა ნახავს იგი ნამდვილ პრენკს. კიტის უცნაური შიში აქვს. ეს უბრალოდ თოჯინაა. ყველას თავისი შიში აქვს. მაგალითად მე ექიმების მეშინია. მე მეშინია მასწავლებლების და სკოლაში ორიანების მიღების. ექიმი და მასწავლებლები ცოცხლები მაინც არიან. თოჯინა კი არა. შენ მაქს? რისი გეშინია? არაფრის გარდა მოჩვენებებისა. მხოლოდ მოჩვენებების. რა? მოჩვენებების? ისინი არ არსებობენ. არსებობენ, შენ უბრალოდ არ გესმის. ჰო. ამ საზიზღარ თოჯინას ნანგავში გადავაგდებ. მოიცადე, ნუ ჩქარო. შენ უნდა დაამარცხო შენი შიში. და როგორ გავაკეთო? ერთი გზა ვიცი, დივანზე დაჯექი. გამიგია რომ ჰიპნოზის დახმარებით შეგიძლია შიშის თავიდან დაღწევა. ჰიპნოზი სულელური გამოგონებაა. ანუ შენ გჯერა მოჩვენებების, მაგრამ ჰიპნოზის არა? ჰაჰა, მაქს მოჩვენებების ჯერა. გაჩუმდი, შენ თოჯინების გეშინია. კარგი, ისხედით და უყურეთ. თქვენ გეძინებათ, დაძინება გინდათ, სიზმარში შეხვდებით თქვენ შიშს. დაამარცხეთ და მერე გაიღვიძებთ. რა სულელური სიზმარია. ანსაცმელი უნდა გამოვიცვალო. კოშმარია, მეგონა რომ ეს თოჯინა დამესიზმრა. აღარ მინდა მისი ნახვა. ისე, ეს უკვე უცნაურია. ამელია, მოდი სწრაფად აქ. რა მოხდა? ეს შენ გააკეთე? რა? არა. ჩემს გაპრენკვას ცდილობ? არაფერი გამიკეთებია, მართლა? კარგი, დიახ, რა თქმა უნდა. აღარ მინდა ამის ნახვა. და წაიჟე რაც დახატე. თამაში მინდა. ვინ თქვა ეს? თამაში მინდა. მე მგონი სადაცაა გავგიჟდები. თამაში მინდა. კიტი დღეს ძალიან უშნაურია. ჩემი კბილი. ამდენი კბილეულის ჭამა უნდა შევწყვიტო. შუადღე მშვიდობისა, ვეძებ გოგონას სახელად ამელკა. რატომ? ექიმისთვის არ დამირეკია. და რაც შეეხება შენს კბილს? ო, კარგი, კბილი მткиვა ტბირეულის გამო. გინდა განკურნო? მე მის ფესვებს გავანადგურებ. რატომ გარბი ხარ? უბრალოდ თამაში მინდა. ეს არის ჩემი ექიმი კოშმარებიდან. არ მეგონა რომ ის ნამდვილი იყო. სადიმალები? დაგიჭირე. მოვალ და დაგიჭერ. კიტი, გააღე, კიტი. წადი აქედან, შემახინჯო თოჯინა. კიტი, მე ვარ, ამელია. სწრაფად გააღე. რა
რა მოხდა? გიჟეკიმს ჩემი ყველა კბილის ამოღება უნდა. და თოჯინა დაინახე? რაღაც თოჯინაზე უფრო სერიოზული პრობლემა მაქვს. შენ არ გესმის, ჩემი თოჯინა ცოცხალია, ის დამსდევს. კიტი, შეწყვიტე ჩემთან ხუმრობა. არ ხუმრობ. შენი ექიმი უცნაურად მოგეჩვენა? კი, ის ზუსტად ისეთივეა, როგორიც ჩემს საშინო სიზმრებში. ჩემი თოჯინაც. შენ ამბობ, რომ ჩვენი კოშმარები რეალობად იქცა? ამ გძინავს და ერთი სიზმარი გვაქვს. სიგიჟეა. სხვათა შორის სად არის მაქსი? აბსოლუტური ჰიპნოზის შემდეგ თავი ძალიან მტკივა. რა ხდება? მოჩვენება. იქნება ეს ხუმრობაა და მოჩვენება არ არის რეალური? მან კედელში გაიარა, ის ნამდვილია. აი მაქსი, მოდი შემოვუშვათ. მოიცადე, იქ და ექიმიან თოჯინა გვატყუებს? მართალი ხარ, ჩვენ უნდა შევამოწმოთ. გააღეთ, ვიცი რომ მან ხართ. თუ ნამდვილი მაქსი ხარ, უპასუხე შეკითხვას. რა უნდა გააკეთოს მაყურებელმა ჩვენი ვიდეოს ყურებისას? მოიწონოს და გამოიწეროს არხი. და კიდევ? და ზარის ღილაკი. ეს მაქსია, გააღე. მას ყოველთვის ავიწყდება ზარის ღილაკი. აქ საერთოდ რა ხდება? მე საერთოდ მომსდევენ. მოჩვენება? საიდან იცი? იმიტომ რომ მე თოჯინა დამსდევს. ამელიას კი ექიმი. კოშმარების სამყაროში მოვხდი. თუ გძინავს, მაშინ მინდა რომ რაც შეიძლება მალე გავიღვიძო. ამალკა მიჩქნიტე. მტკივა. ალბათ ჰიპნოზის გამო. ალისას ბრალია. ის არის ჩვენი აქ ყოფნის მიზეზი. ფოტოშოპის სად არის ალისა? მე ის არ დამინახავს. ის ჩვენთან ერთად არ არის. მას ალბათ ცალკე სიზმარი აქვს. მაინტერესებს რა ეს იზმრება. რა არის ეს? სად ვარ? როგორ ბედავ გაკვეთილზე დაძინებას? მაპატიე მასწავლებელო. მომეცი შენი დღიური ახლავე. რატომ ხარ ასე ჩაცმული? სად არის სკოლის ფორმა? მაგრამ ჩვენ სკოლაში არ ვართ, ჩვენ სახლში ვართ. მასწავლებელს ნუ ეპასუხები. ბოდიში. როგორც ხედავ, გამოსასვლელის არ გაქვს. ფაქტიურად ფეხშიშველი ვარ. სკოლის სირცხვილი ხარ. ხვალ შენ მშობლებს სკოლაში ვიბარებ. კი ბატონო. რეული მაგიდაზე, საშინაო დავალება უნდა შევამოწმო. ეს სიზმარია? რას აკეთებს ჩემი მასწავლებელი ამალკას სახლში? რატომ გჭირდება ამდენი დრო? აიღეთ. არასწორია, ორიანი. რა? კიდევ ერთი ორიანი? ორიანი ჟურნალში და ორიანი სემესტრში. ჟურნალში ნუ ჩამიწერთ, ყველაფერს გამოვასწორებ. რა თქმა უნდა გამოვასწორებ, რადგან მეორე წელია კლასში რჩები. ეს ერთგვარი კოშმარია. ყველაზე საშინელი სიზმარი. აბა გაქვს რაიმე იდეა როგორ გავიღვიძოთ? გაგვიძების მხოლოდ ერთი გზა არსებობს. შიშის დაძლევა. დიახ, თუ შიშს შევწყვეტ, კოშმარები დასრულდება. ადვილია იმის თქმა, როცა მოჩვენება არ ცდილობს შენს მოკლას. გამარჯვებისთვის უნდა ვისწავლოთ სიზმრების კონტროლი. რა არის ეს? შეხედე. დაინახე? მაგარია, როგორ გააკეთეს? უბრალოდ ფიქრობდი. უკეთესი იქნებოდა მოჩვენებების წინააღმდეგ რაიმე სასარგებლოს მოფიქრება. მოჩვენება შენი შიშია, ამიტომ მოიფიქრე. ამალკა მართალია, ჩვენთვის უნდა დავძლიოთ ჩვენი შიში. კარგი, ვცადოთ. იქნებ ექიმი წავიდა და მე არ მომიწიოს მასთან ჩხუბი? და აი ჩემი პაციენტი. თავარია არ შემეშინდეს და ვეცადო რამე მოვიფიქრო. ვერ მოვიფიქრე. ლოცკო თუ საბურღი? რა მოგწონს უფრო მეტად? არაფერი. მე ავირჩევ, ჩვენ გავბურღავთ. რაც შეეხება ანესთეზიას, მე არ მინდა რომ მეთკინოს. მე წარსულის ექიმი ვარ, არ ვიცი რა არის ანესთეზია. მაგრამ შენ საბურღი იცი. ნახვეტებს გავბურღავ და ყველა კბილს დაგიპლომბავ. ძილის კონტროლი უნდა ვისწავლო, თორე საქმე ცუდად მექნება. დაიმახსოვრე რა თქვეს გოგოებმა, მოჩვენებები არ არსებობენ. მოჩვენება გამოდი, შენი არ მეშინია. თიც ვერ დამაკარებ, შენ არ ხარ ნამდვილი. ვაიმე, დედა! ის ნამდვილია, ნამდვილია.
იქნებ თოჯინას რომ ვითამაშო მარტო და მტოვოს? გამარჯობა. გინდა რომ ვიმეგობროთ? ერთად ვითამაშოთ. შენთან თამაში მინდა. და თუ მე უარს გეტყვი, მაშინ სამუდამოდ ითამაშებ ჩემთან ერთად. კარგი, როგორც ჩანს არჩევანი არ მაქვს. ითამაშე. იქნებ რომ წარმოვიდგინდე რომ თოჯინა კი არა, ჩემი მეგობარი ხარ, ასე არ შემეშინდეს? ვა, იმუშავა. შენ ახლა ნამდვილ გოგოს გავხარ. ვიღაცას ძალიან გამსგავსებ. მოდი ვითამაშოთ. კარგი, რისი თამაში გინდა? საპარიკმახეროსი. კარგი. მადლობა, შენ ნამდვილი მეგობარი ხარ და შენ არც ისე საშინელი ხარ, როგორც მე მეგონა. პირიქით, საყვარელი ხარ, მეც მომწონ ხარ. ჩვენ ახლა საუკეთესო მეგობრები ვართ. მართალია. რისი გაკეთება გინდა ახლა? ვითამაშოთ დედაშვილობანა. კარგი იდეა. შენ შვილი იქნები, მე კი დედა, რომელიც ხაპარს კითხულობს. აი ისინი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ. დასასრული. როგორც ჩანს, მოახერხე შიშის დაძლევა. თოჯინების აღარ მეშინია. მე მეძინება. ვა, თუნე რა მეღვიძა. ამელკა მართალი იყავი. ჩვენ უბრალოდ კოშმარი გვესიზმრებოდა. ჰეი, ამელკა, გაიღვიძე. კარგი, დროა დავიწყოთ. ჰაჰა. თავი ხელში აიყვანე. შენ შეგიძლია ამის გაკეთება. ვირდები რომ ძალიან გეტკინება. ექიმი შებოჭილია, მე თავისუფალი ვარ. ჰეი, როგორ გააკეთე ეს? ეს ჩემი სიზმარია და აქ მე ვარ უფროსი. კბილი აღარ მტკივა. ჩემი უნდა გეშინოდეს. მე სტომატოლოგი ვარ. შენ მხოლოდ სიზმარში ხარ. ექიმები ასეთები არ არიან. შენ ვერ დაამარცხებ შენ შიშს. უკვე დავამარცხე. ნახვამდის. არა, ჩემი უნდა გეშინოდეს. აღმოჩნდა რომ კოშმარი დასრულდა. ოჩაღ ამელკა, შენს გამოგივიდა. თოჯინა არ იყო ისეთი საშიში, როგორც მე მეგონა. დარჩა მხოლოდ მაქსი და ალისა. ის დიდი ხანია მოჩვენებას უმკლდება. ვერ დავიმალები, ეს მოჩვენება ამ სახლში 200 წელია ცხოვრობს. რადგან მიპოვის? მარილს შეუძლია დამიცვას მოჩვენებისგან. ცადოთ. ვიცოდი რომ იმუშავებდა. რა უნდა გავაკეთო ახლა? მომეცი შენი სული. ხო, კი, სულს მოგცემ, აბარა. მე მეშინია მოჩვენებების, რადგან ისინი უჩინარები არიან. ნეტა შემეძლოს მათთვის შეხება. ის ნამდვილი გახდა. ახლა მოიცადე. გაჩერდი. Yes, მაქსმა გაიღვიძა. აბა, დაამარცხა შენი მოჩვენება? ო, ისე ძლიერად დავარტყი, რომ კიდევ ერთი კვირა კედლებში ვეღარ გაივლის. ჩვენ ყველამ გავიღვიძეთ, მაგრამ ალისას ჯერ კიდევ ძინავს. მან ალბათ არ იცის როგორ დაძლიოს შიში. ვისურვებდი რომ გვეთქვა მისთვის. არის ერთი გზა. ჩვენ უნდა შევიდეთ მის სიზმარში. როგორ? კიდევ ერთხელ ვცადოთ საკუთარი თავის ჰიპნოზირება. ეს სხვა არაფერია თუ არა უბედურება. ეს ერთადერთი გზაა. რატომ ხარ დარწმუნებული რომ მასთან მოხვდებით სიზმარში? მე შევძელი თქვენთან მოხვედრა სიზმარში, ამიტომ მასთანაც მოხვდები. და თუ სხვა სიზმარში შევალთ? ჩვენ ვეცდებით იქამდე, სანამ არ გამოვა. ჩვენ დავზრიეთ ჩვენი შიშები. არა, მართალია. ასე რომ არაფრის არ უნდა გვეშინოდეს. სანამ დავიძინებთ ალისას ხელი ჩავკიდოთ. კარგი. ყველას გეძინებათ, გინდათ დაიძინოთ, ყველას გეძინებათ, გინდათ დაიძინოთ, გინდათ დაიძინოთ. იმუშავა? ეს ალისას სიზმარია? ჩვენ ახლა გავარკვევთ. ალისას ტანსაცმელი აქ არის. და აქ არის მისი მაკიაჟი. ეს ნამდვილად ალისას სიზმარია. და სად არის თავად ალისა? სადმე სახლში. მოდი წავიდეთ მის მოსაძებნად. რა მოხდა? საწოლის ქვეშ ვიღაც არის. ობობა, ტარაკანი? არა, ბევრად უფრო საშინელი. ეს არის მონსტრი, რომელიც საწოლის ქვეშ ცხოვრობს. ალისას ბავშვობის შიში. მე მეგონა ალისას მხოლოდ მასწავლებლების ეშინოდა. ყველას აქვს საიდუმლო შიშები, რომელსაც შესახებაც არ იციან. კარგი, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ალისა.
მაქსიმ, სად არის შენი შარვალი? არ ვიცი, უბრალოდ გაქრა. კლასიკური სიზმარია. ხანდახან ყველას ესიზმრება, რომ შარვის გარეშე აქ არიან. დამელოდე სანამ რამეს ჩასასმელს ვიპოვი. რატომ გასვია კაბა? რაც ვიპოვე, ავიღე. ეს ალისას სიზმარია. აქ მამაკაცის ტანსაცმელი არ მირჩევნია არის. გავიღვიძო. არავის არ აქვს დაღვიძების უფლება, სანამ ალისას არ ვიპოვით. გამომყევით. შეხედეთ, ის იქ არის. ცნობილი ინგლისელი მწერალი, წერე უფრო სწრაფად. მაქსიმუმს ვაკეთებ. 1992 წელს კოლუმბი გაემგზავრა მოგზაურობაში. უკაცრავად რომელ წელს? მარტო შენთვის არ გავიმეორებ. მაგრამ აქ სხვა მოსწავლეები არ არიან. მასწავლებელთან კამათს აპირებ? ბოდიში. მომეცი რაც დაწერე. მაგრამ მე არ დამინთავრებია. ჩამაბარი ახლავე. ხელახლა გადაწერე. ეს ერთგვარი კოშმარია. ყველაზე ცუდი სიზმარი ჩემს ცხოვრებაში. ალისას მასწავლებელი ნამდვილი მონსტრია. ჩემი მოჩვენებას კი არ იყო ასეთი საშინელი. ჩვენ უნდა უთხრათ მას, რომ ეს მხოლოდ სიზმარია. შემდეგ მას შეუძლია გაიღვიძოს. რანაირად? ბოროტი მასწავლებელი არ მიგვიშვებს მასთან ახლოს. მოდი, ვითომ მოსწავლეები ვართ და გაკვეთილზე მივიდეთ. კარგი იდეა. ახლა მოვიტან ჩემს ასკოლო ნივთებს. რამდენია 2x2? 4. არასწორია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორი პასუხია. ხო, იქნებ შენ გამოხვიდე დაფაცთან და მასწავლო? არა. ასე რომ ჩუმადი ჯექი. გამარჯობა, ბოდიში დაგვიანებისთვის. რა ხდება აქ? თელმა კლასმა დააგვიანეთ? რა ხდება? ბებიას ქუჩის გადაკვეთაში დავეხმარეთ. კაბას ბებიამ მოგცა ჩასასმელად? ეს არის ჯილდო ბებიას დახმარებისთვის, როგორც კვესტი თამაშში. თქვენ ყველაზე ცუდი კლასი ხართ სკოლის ისტორიაში. ასე გვეუბნება ყველა მასწავლებელი. აჯექით ახლავე, მალე. გამარჯობა. აიღეთ ტყუპი ფურცლები, წერთ კარნახს. რა გინდა? შემიძლია აბაზანაში წასვლა 30 წამი გაქვს. არცი ფიქრო ამაზე. დაგავიწყო რომ სიზმარში ვარ. მაგრამ მე ნამდვილად მინდა. თუ სიზმარში ტუალეტში მიდიხარ, რეალურ ცხოვრებაშიც მიდიხარ. მაქს, თუ ჩემ დივანს გააფუჭებ, მოგკლავ. კარგი, მოვითმენ. ალისა, ეს არ არის რეალური. ეს მხოლოდ სიზმარია. ახლა გასაგებია, რატომ არ შენთან და მაქსთან ერთად კლასში. ჰეი, რას გულისხმობ? კარგი. ასე უბრალოდ უნდა თქვას, რომ შენ მასზე ახალგაზრდა ხარ და ეს სახლია სკოლის ნაცვლად. სიზმარივითაა. ამიტომ უნდა გაიღვიძო. არ შემიძლია. ეს ასე არ მუშაობს. ჩუმად იყავით, კლასში საუბარი მიუღებელია. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მასწავლებლის გეშინია. შიში ხელს უშლის გაღვიძებას. უბრალოდ 2 ამის მიღების მეშინია. კარგი რა, ამის გამოსწორება შეიძლება. მაქსი მართალია, არ უნდა შემეშინდეს. ალისა, ადექი. მოგწონს კლასში საუბარი? მაშინ გამოდი დაფასთან. მე არ ვარ მზად. და დაფა აქ არ არის. ასე რომ მე ორიანს გიწერ. დამიწერე, არ მეშინია. ო, რა თქვი? შეფასებას გამოვასწორებ, როცა გავკვეთე სხვა მასწავლებელი ჩაატარებს და არა შენ. Yes, იმუშავა. და ალისა ჩვენთანაა. ეს ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ცუდი სიზმარი იყო. ჰიპნოზი აღარ მინდა. ჰიპნოზი დაგვეხმარა. მართლა? აღარ მეშინია ექიმების, კიდის თოჯინების და მაქს მოჩვენებების და მე მასწავლებლის აღარ მეშინია. ბავშვებო, დაალაიქეთ თუ მოგეწონათ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები. ნახვამდის ყველას.